კონკურენცისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოი შესული მომხმარებლების განცხადებების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 40%-ით აღემატება. განცხადებების 72% ონლაინ ვაჭრობას უკავშირდება, 40 საქმეზე დადასტურდა დარღვევა. მომაჭრისთვის პირობითი ვალდებულების დაკისრება მოხდა 59 საქმეზე, ხოლო ჯარიმის დაკისრება 25 საქმეზე. რა სტანდარტები აქვს შემუშავებული სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით და რაც გულისხმობს მომხმარებლების დაცვის ეროვნული სტრატეგია თემაზე ვცლად, ჩემი თანაწამყვანი ქეთი პერიკაშვილი და მისი სტუმარი საქართველოს კონკურენცისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მომხმარებლების უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ამათი ამაროვი ისაუბრებენ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემა სტუმრობისთვის. ქეთი, რატომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა არ იქნება სწორი რომ ვიკითხო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ნებისმიერი უწყებისთვის და მათ შორის ბუნებრივია კონკურენციის სააგენტო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს და ჩვენთვის როგორც მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტია ის, რომ ამაზე ხშირად ვისაუბროთ. მოგესალმები მაია, მივესალმები მაყურებელს და მივესალმები ჩვენს სტუმარს. მადლობა ბატონო ამათი გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან სწორი აქცენტი დასვი, იმიტომ რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა ყველა სექტორში, რომელსაც ყავს თავისი მარეგულირებელი უწყება, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება. მათ შორის არის, რა თქმა უნდა, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაც, რომელიც ეფუძნება ძალიან ბევრ საკანონმდებლო მიმართულებას, საკანონმდებლო ბაზას და აქედან გამომდინარე მუშავდება სხვადასხვა მარეგულირებელი აქტები, მექანიზმები, რომელიც ჩვენ როგორც მომხმარებელს ყოველდღიურ რეჟიმში გვიცავს იმისგან, რომ თქვათ არაკეთილსინდისიერი მოვაჭრის მხრიდან ან სხვა რაიმე თაღლითური გარიგების შედეგად არ აღმოჩნდეთ მსხვერპლი. ბატონ ამათისა მექნება ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა, რომელიც ვფიქრობ, რომ მომხმარებელს აუცილებლად გამოადგება და პირველი კითხვა ბატონ ამათი იქნება ესეთი: კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ არაერთი სტანდარტი შეიმუშავა, რომელიც სწორედ მომხმარებლებს ეხმარება იმაში, რომ დაიცვან მათი უფლებები, ხომ და ამავე დროს მოვაჭრეს ავალდებულებს გარკვეული ვალდებულებების შესრულებაში. რა ძირითადი სტანდარტებია, რაც უნდა ვიცოდეთ და რას გამოყოფთით თქვენ ყველაზე მნიშვნელოვან ხაზად? და აქვე ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სტრატეგია, რომელიც ამ მიმართულებით გაქვს შექმნილი, იმაზე უფრო ვცლად რომ ვისაუბროთ, რა ტიპის რეალური რეგულაციებია ისეთი, რომელიც დაუშვათ მომხმარებელს რეალურად იცავს აი იმ შემთხვევებისგან, რომელზეც ახლა ქეთი საუბრობდა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს და შემიძლია არ დაგეთანხმოთ, რომ მომხმარებლის უფლებები დღეს როგორც არასდროს საქართველოში არის აქტუალური და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ვისაუბროთ მომხმარებლის უფლებებზე. 2022 წლიდან მიღებული იქნა ახალი კანონი, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი და ამ დროიდან მოყოლებული ჩვენი უწყება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ახასრულებს ამ კანონმდებლობას და ამ დროის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვიმსჯელეთ ძალიან ბევრ სტანდარტზე. მინდა აქვე გითხრათ, რომ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება და ყველა ჩვენი სტანდარტი, რა თქმა უნდა, ეფუძნება ეროვნულ კანონმდებლობას და ევროპულ დირექტივებს. ასევე გაზიარებულია ევროპის საუკეთესო პრაქტიკა. შესაბამისად, თავმოყრილია ამ სტანდარტებში და გადაწყვეტილებებში ის საუკეთესო, რაც კი არსებობს ევროპაში და ჩვენს კანონმდებლობაში. თქვენ ახსენეთ სტრატეგია, ამ სტრატეგიის ფარგლებში საქართველოში არსებობს ძირითადი 6 უწყება, მარეგულირებელი უწყება, რომელიც არის პასუხისმგებელი მომხმარებლის უფლებების დაცვაზე და ზუსტად შარშან ყველა უწყების ჩართულობით დავამტკიცეთ პირველი მომხმარებლის ეროვნული სტრატეგია, რომელიც მოიცავს გარკვეულ საკითხებს, საკანონმდებლო ბაზის დახვეწის საკითხებს, აქტივობებს, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ შედეგს, როგორ უნდა დავიცვათ მომხმარებლის უფლებები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის დოკუმენტი, შარშანდელი ანგარიში უკვე წარდგენილია მთავრობაში და მინდა გითხრათ, რომ 100%-ით არის შესრულებული. რომ დავუბრუნდეთ ჩვენს გადაწყვეტილებებს და სტანდარტებს, ბუნებრივია დღეს ვერ ვისაუბრებთ ყველა სტანდარტზე და ყველა გადაწყვეტილებაზე, იმიტომ რომ არაერთი არის მიღებული, თუმცა შეგვიძლია გამოვკვეთოთ ის ძირითადი სტანდარტები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც გამყიდველებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის და დავიწყოთ ალბათ პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტით, ეს არის ინფორმირების სტანდარტი. დამეთანხმებით, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება მომხმარებელს, სანამ შეიძენს ნივთს, ან თუნდაც ნივთის შეძენის შემდგომ, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ სამომავლოდ წარმოიშვას დავა ან იყოს ასე ვთქვათ უთანხმოება მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ მომხმარებელი შეიძენს ნივთს ან მომსახურებას, მოვაჭრემ მიაწოდოს
ამომწურავი და სრული დროული ინფორმაცია, ეს შეიძლება იყოს მოვაჭრის ვინაობის შესახებ ინფორმაცია. აუცილებლად უნდა გითხრას საკონტაქტო ინფორმაცია. ერასთავარია ქართულ ენაზე, ხო, თქვენი სტანდარტით. ქართულ ენაზე უნდა იყოს მიწოდებული ინფორმაცია. იცავენ ამ სტანდარტებს მოვაჭრეები? გარკვეულწილად იცავენ, რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისები, მაგრამ ქართულ ენას რომ დავუბრუნდეთ, ძირითადად ქართულ ენაზე იცავენ ამ სტანდარტს, თუმცა გქონია შემთხვევები და მოგვიანებით გადავალთ თუნდაც ამ სტანდარტზე და რომ დავუბრუნდეთ ინფორმირების სტანდარტს, კანონი პირდაპირ გვეუბნება, რომ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, როგორც ნივთის შეძენამდე, ასევე ნებისმიერ ეტაპზე. ხშირად ხდება, რომ ურთიერთობა კალიბდება მოვაჭრეს და მომხმარებელს შორის გარკვეული პირობებით და რაღაც ვადის გასვლის შემდეგ მოვაჭრეს სურს პირობითად ავიღოთ საფასურის გაზრდა, ხო? არ შეიძლება ფაქტის წინაშე დავაყენოთ მომხმარებელი, აუცილებლად გონივრული ვადით ადრე უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და ვაცნობოთ ამის შესახებ. მომხმარებელს უნდა ქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. გაიაზროს, რამდენად სჭირდება ის ნივთი, რამდენად სჭირდება შემდგომი ურთიერთობა. და ეს გონივრული ვადა რა არის, აი დაახლოებითი პერიოდი მაინც რო ვთქვათ, რა შეიძლება ჩაითვალოს გონივრულ ვადად. როგორც წესი, ეს ვადა არის ერთი თვიანი ვადა, ერთი თვით ადრე უნდა აცნობას მომხმარებელს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის ინდივიდუალური შემთხვევები, როდესაც შეიძლება განსხვავებული ვადა იყოს. და ამ ინფორმირებულობის ერთ-ერთი რადგან ნომერ პირველი სტანდარტია, რეალურად როგორ იცავს სააგენტო ამ შემთხვევაში და რამდენად აქტიურად აწვდით მომხმარებლებს აი ამ საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციას? მაქსიმალურად ვაწვდით ამ ინფორმაციას, ცნობიერების ამაღლების კუთხითაც სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე, მზადდება არაერთი ვიდეო რგოლი, ჩავდივართ სხვადასხვა რეგიონებში, ხვდებით არა მხოლოდ მომხმარებლებს, არამედ ბიზნესაც და მეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესაც ქონდეს ამომწურავი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოიქცეს და რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არის დაცული და მიუხედავად იმისა, რა შეეხება განცხადება, როდესაც ჩვენ ვიწყებთ განხილვას და მოკვლევას თემის, აუცილებლად ვსწავლობთ კომპლექსურად, არა მხოლოდ ვიწროთ ანუ იმ თემას, რომელზეც ედავება მომხმარებელი, არამედ ამ ინფორმაციასაც რამდენად აწვდის, რამდენად აქ გამოკრული მოვაჭრეს სავაჭრო ობიექტში. ბევრი ასეთი შემთხვევაა, როდესაც მოვაჭრე არ აწვდის ამ ინფორმაციას და დაჯარიმებული ყავთ? რომ დავყოთ ორად ჩვენი საკითხი, საკმაოდ ბევრია შემთხვევა, როდესაც სრულფასოვნად არ აწვდის ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციაში მოიაზრება როგორც ნივთის მახასიათებლები, ასევე ნივთის ფასი, მაგრამ ამ ინფორმაციის გარდა კანონი ავალდებულებს მოვაჭრეს მიაწოდოს გაცილებით მეტი ინფორმაცია. შესაბამისად, საქმის შესწავლის ეტაპზე ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაცია არ არის სრულფასოვანი. რაც შეეხება ჯარიმას, აქვე გეტყვით, რომ ჩვენი კანონმდებლობა არ არის ჯარიმაზე ორიენტირებული, უფრო შემოიფარგლებით რეკომენდაციებით ძირითადად. პრევენციული ხასიათის არის და დარღვევის დადასტურების შემთხვევაშიც კი სააგენტო არ აჯარიმებს მოვაჭრეს, არამედ განუსაზღვრავს გონივრულ ვადას და ამ ვადაში უკვე უნდა აღმოფხვრას ის ხარვასი და გამოასწოროს. რაც შეეხება რომ გავყვეთ სტანდარტებს, იმიტომ რომ აია ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც შეიძლება ჩვენ გვაინტერესებდეს, თუმცა ძირითადი სტანდარტები აუცილებლად უნდა დავასახელოთ იმისთვის, რომ მომხმარებელმა იცოდეს უფრო. კეთილი ახსენეთ, ქართულ ენაზე მომსახურების სტანდარტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტია. მიუხედავად იმისა, სად შევალთ ჩვენ, იქნება ეს მაღაზია, კვების ობიექტი, ან ნებისმიერი სხვა დაწესებულება, პირველ რიგში უპირველეს ყოვლისა მოვაჭრე ვალდებულია ინფორმაცია და მომსახურება მოგვაწოდოს ქართულ ენაზე. რა თქმა უნდა, მოვაჭრე არ არის შეზღუდული და თავისუფალია, შეუძლია პარალელურად მომსახურება გაუწიოს სხვა ენებზეც, მაგრამ ქართულ ენაზე ინფორმაციის მიწოდება არის უპირველეს ყოვლისა და ქართული სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურებაზე უარის თქმის მოტივი გახდეს. ჩვენ შარშან დეკემბერში მივიღეთ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა საკურიერო სექტორს. ხშირად სადაც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ეგ ნაწილი. სადაც იყო, კი ბატონო, ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, წესები და პირობები ყველაფერი გაწერილია კომპანიას ქართულ ენაზე, თუმცა მე შეკვეთის განთავსების შემდეგ მომსახურე პირი არის არა ქართულენოვანი და ხშირ შემთხვევაში
მას საერთოდ არ იცის არც ერთი ის ენა, რომელიმე ჩვენგანი შეიძლება ვფლობდეთ. და ზუსტად ამაზე ამდენჯერმე მქონდა ამის შემთხვევა და სწორედ ამის გათვალისწინებითაც ვამბობ ამას. დავადგინეთ, უსამართლო კომერციული საქმიანობა ჩვენ ვთქვით, რომ აუცილებლად ქართულ ენაზე უნდა ქონდეს შესაძლებლობა მომხმარებელს მიიღოს ინფორმაცია და დღეის მდგომარეობით უკვე ამ აპლიკაციაში ჩაშენებულია სპეციალური ხილაკი, თუ წავაწყდებით ისეთ შემთხვევას, როდესაც კურიერი დაგვენიშნება არა ქართულენოვანი, ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია დავურეკოთ კომპანიის წარმომადგენელს, ასე ვთქვათ, შუამავალს და ის იქნება შუამავალი ჩვენსა და კურიერს შორის. ის დაინახავს შეგვიძლია თუ არა მოვითხოვოთ, ვთქვათ, კურიერის გამოცვლა იმ შემთხვევაში თუ არ არის ჩვენთვის კომფორტული, არა ამის საჭირო, ზუსტად ეს იყო მიზანი, ანუ ამის საჭიროებაც არ არსებობს უკვე. ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია დავუკავშირდეთ კომპანიის წარმომადგენლობას და საერთოდ არ გვექნება კომუნიკაცია კურიერთან. შუამავლის მეშვეობით ჩვენ დავამყარებთ კომუნიკაციას და ასე ვთქვათ, უმტკივნეულოდ ჩავიბარებთ იმ ნივთს. კიდევ მე ერთ-ორ სტანდარტს შემიძლია შევეხო ძალიან მნიშვნელოვანს, რომელიც გამოადგება ჩვენს მაყურებლებს. ეს არის ფასის მითითების სტანდარტი. დამეთანხმებით, რომ ფასი ძალიან მნიშვნელოვანია და განსაზღვრელია, როდესაც ჩვენ ვყიდულობთ ნივთებს. შარშანაც დეკემბერში ჩვენ დავამტკიცეთ ფასის აღნიშვნის სახელმძღვანელო, რომელშიც გაწერილია დეტალურად თუ როგორ უნდა მიაწოდოს მოვაჭრემ ინფორმაცია მომხმარებელს ფასთან დაკავშირებით. ფასდაკლებების დროს, ჩვეულებრივ სარეალიზაციო გაყიდვების დროს და ჩვენ ვთქვით, რომ მიუხედავად იმისა, სად წარიმართება ვაჭრობა, იქნება ეს ადგილზე ვაჭრობა თუ სოციალური ქსელები, ალბათ ხშირად შეხვედრიათ სოციალურ ქსელებში, როდესაც მიდება ეგრეთ წოდებული პოსტები, ფასი არ არის მითითებული და უამრავი მომხმარებლის კომენტარი გვხდება ამ პოსტზე. ერთადერთი კითხვით, კი ბატონო, რა ღირს და ითხოვენ ინფორმაციის მიღებას ფასის. და პასუხი არის ხოლმე, რომ იხილეთ პირად შეტყობინები. რა თქმა უნდა, აღნიშნული პასუხი და ქმედება არის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა და ფასი აუცილებლად უნდა იყოს. ძალიან ისეთ კარგ თემაში შევედით, ის თემაში, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს და თითოეულ ჩვენგანს გვეხება და ძალიან მინდა რომ მაყურებელმა ვინც ახლა ამ გადაცემას უყურებს, კარგად გაითვალისწინონ, იმიტომ რომ დიახ, ფასის მითითება არის ვალდებულება და არა დაუშვათ კეთილინება. და აქვე მინდა მოვუწოდე ყველა მაყურებელს, თუ წავაწყდებით ასეთ ფაქტებს, თუ დავინახავთ, რომ ფასი არ არის მითითებული, მიუხედავად იმისა, შევიძინეთ ეს პროდუქტი თუ არა, შესაძლებლობა გვაქვს. ეს ეხება ონლაინ ვაჭრობასაც და ნებისმიერ ვაჭრობას. ნებისმიერ ვაჭრობას. ასეთ შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც ჩვენზე ანუ ჩვენ გვეხებოდეს ეს კანონდარღვევა. აუცილებლად უნდა მიმართოთ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს. და რა ტიპის მიმართვა უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევაში? საკმარისია მხოლოდ და მხოლოდ მაგალითად სოციალური ქსელის საშუალებით შეტყობინების გამოგზავნა თუ აუცილებლად უნდა დაიწეროს განცხადება და განცხადების ფორმით უნდა შემოვიდეს მომხმარებელი თქვენთან. როდესაც მივიღეთ ეს კანონი, ჩვენი ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იყო მარტივი განცხადება ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე და ჩვენ მივახციეთ ამას. ძალიან მარტივად შეუძლია მომხმარებელს შევიდეს ჩვენ საიტზე, შეავსოს ძალიან მარტივი განცხადების ფორმა, რომელშიც უნდა მიუთითოს მხოლოდ მომხმარებლის მონაცემები, მოვაჭრის აღწეროს მოკლედ რა შეემთხვა და გამოაგზავნოს ელექტრონულ პოსტაზე. არც კი სჭირდება ჩვენთან მოსვლა ან რაიმე დამატებითი პროცედურების გავლა. ამიტომ ამ განცხადების გამოგზავნით შეუძლია მოგმართოს. და ფასის მითითებას რომ დავუბრუნდეთ, არანაკლებ ასეთი გავრცელებული არ არის, მაგრამ მაინც ხშირად ვაწყდებით მაღაზიაში, როდესაც შევდივართ და ვყიდულობთ ასაწომ პროდუქციას, ხშირად ან შეიძლება ხშირად არა, მაგრამ ვაწყდებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ფასი მითითებულია გრამებში. ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ ეს არის გრამების ფასი, რა თქმა უნდა, ამ დროს ფასი გამოიყურება ძალიან მიმზიდველად და კარგად და ჩვენ გვაქვს სურვილი რომ შევიძინოთ და კარგ შემთხვევაში სალაროსთან აღმოვაჩენთ ხოლმე რომ ასეთ შემთხვევაში რა შვებით? ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში ვეუბნებით მოვაჭრეს, რომ სააგენტომ დაადგინა სტანდარტი და კანონი ავალდებულებს მოვაჭრეს, რომ ასაწონი და ასაზომი პროდუქცია მიუთითოს აუცილებლად 1 კილოგრამის, ანუ მითითებული იყოს 1 კილოგრამის ფასი, 1 ლიტრის და ასე შემდეგ. აქვე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა შეზღუდული არ არის და გრამების ფასი შეუძლია მიუთითოს. გამოდის, რომ პრაქტიკულად ყველა მაღაზია სასურსათო პროდუქტების მიმართულებით მომუშავე პრაქტიკულად ყველა არ ღვევს, იმიტომ რომ რეალურად თითქმის უმრავლეს შემთხვევაში თითოეულ ჩვენგან შეგხვედრია წარწერა გრამებში. კი, ან თუ მხოლოდ გრამებში არის მითითება
მითება და წარწერა ეს არის კანონის დარღვევა. თუმცა თუ მოვაჭრე გვაწვდის ინფორმაციას, ასევე კილოგრამის ფასის შესახებ ინფორმაციას, დავაკვირდები აუცილებლად, იმიტომ რომ საინტერესოა და ძალიან საინტერესოა. მინდა შევეხო ბოლო სტანდარტს. და უცებ ძალიან მოკლედ ვთქვათ ბოლო სტანდარტზე, იმიტომ რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა მინდა რომ განვიხილოთ თქვენთან ერთად და აქედან გამომდინარე მოკლედ რომ ვთქვათ რა სტანდარტია. კვების მენიუში ფასის მითითების სტანდარტი ძალიან მოკლედ გეტყვით რომ მენიუში ფასი უნდა იყოს მითითებული საბოლოო სახით, რომელშიც შეყვანილი უნდა იყოს დამატებული ღირებულების გადასახადი, მომსახურების გადასახადი და სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ჩვენ ვაწყდებით ტენდენციას, როდესაც მოვაჭრეები კვების სექტორი აწესებს დამატებით გადასახადს, რომელიც არის მუსიკის საფასური. დამეთანხმებით, როდესაც ჩვენ ვყიდულობთ პროდუქციას, ვხედავთ ფასს და ბოლოში მოგვდის ანგარიში, რომელსაც ემატება DGG, მომსახურება, მუსიკის გადასახადი და შეიძლება სხვა უამრავი გადასახადი დაემატოს. რა თქმა უნდა ეს არის უსამართლო კომერციული საქმიანობა და საბოლოო ფასი უნდა იყოს მითითებული მენიუში, ეს იყო ძალიან მოკლედ მენიუში ფასის მითითებას. ისეთი სტანდარტებია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილად რომ გამოგვადგება ამის შესახებ ცოდნა და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის მომხმარებლის უფლება ონლაინ შესყიდვის შემთხვევაში მოვაჭრეს მოსთხოვოს შესყიდული ნივთის უკან დაბრუნება, უპირობო დაბრუნება და ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად რო ვისაუბროთ ბატონო, მათი რა შემთხვევაში მაქვს მე როგორც მომხმარებელს უფლება რომ მივმართო მოვაჭრეს კიდევ თემაში ხო კეთი თითოეული მომხმარებლისთვის ბატონო დაიბრუნოს უპირობოდ. კეთი ეს არის ამ კანონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიახლე და უფლება მომხმარებლის. აქამდე ეს უფლება არ ქონდა მომხმარებელს. 2022 წლიდან თუ ჩვენ დისტანციურად შევიძენთ ნივთს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მივმართოთ მოვაჭრეს და გამოვთქვათ სურვილი დავაბრუნოთ ეს ნივთი. რას ნიშნავს ეს, რომ ონლაინ შეძენის დროს, როდესაც ჩვენ მივიღებთ ნივთს, შეგვიძლია დავათვალიეროთ, არ არის აუცილებელი ეს ნივთი იყოს დაზიანებული ან რამე ნაკლი გქონდეს. ხშირ შემთხვევაში ჩვენ მაღაზიაში გვაქვს იმის საშუალება და შესაძლებლობა, რომ გავტესტოთ ნივთი, ან თუნდაც ტანსაცმელი მოვირგოთ, ჩავიცვათ და მივხვდეთ გვჭირდება თუ არა. ონლაინ ვაჭრობის დროს ეს შესაძლებლობა არ გვაქვს. შეიძლება იგივე ფერის ტანსაცმელი მოგვივიდეს, მაგრამ უბრალოდ ვერ მოვირგოთ, ან უბრალოდ არ დაგვჭირდეს, ხო? ჩვენ გვაქვს უფლება მივმართოთ და დავაბრუნოთ ეს ნივთი, მთავარია იყოს თავდაპირველ მდგომარეობაში. თუ ტექნიკას ეხება, ყველა კომპლექტაცია, ყველა ნივთი აბსოლუტურად უნდა დავუბრუნოთ და მაქსიმუმ 14 დღეში მოვაჭრე ვალდებულია დაგვიბრუნოს გადახდილი თანხა. ერთადერთი ხარჯი, რისი გაწევაც გვიწევს, ეს არის დაბრუნების ხარჯი. ან თუ საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ, უბრალოდ საკურიერო ხარჯი იქნება, ან თავად შეგვიძლია მივიტანოთ მოვაჭრესთან. რა თქმა უნდა, ეს უფლება არ არის აბსოლუტური და კანონი ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებს. რამოდენიმე მნიშვნელოვან გამონაკლისზე შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება და მაგალითად მოკლევარგისიანობის პროდუქტებს ვერ დავაბრუნებთ, ხო? ან მალფუჭებად პროდუქტებს. ტანსაცმელს დავაბრუნებთ. ტანსაცმელს დავაბრუნებთ. აქ მთავარია ხაზი გავუსვათ, რომ ნებისმიერი ნივთის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 30 ლარს. თუ 30 ლარამდე არის ნივთის ღირებულება, ამ შემთხვევაში გამონაკლისებში ექცევა ასეთი ნივთი და ამ ნივთებს ვერ დავაბრუნებთ. ან თუ შევუკვეთეთ ავეჯი ჩვენი კონკრეტული ზომებით და მახასიათებლებით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ქეთისაც და ჩვენ სტუმარსაც, იმიტომ რომ ძალიან კარგ და მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე ვისაუბრეთ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ მომავალშიც ბუნებრივია ბიზნეს პარტნიორი ქეთის ორი კვირთვე მშვიდობები და მე ხვალამდე ასეთი იყო ბიზნეს პარტნიორი დღეს ნახვამდის.